ამერიკის შეერთებული შტატების სენატი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს განიხილავს. კონგრესის ზედა პალატაში დოკუმენტი უკვე შეტანილია. მისი ავტორები ამერიკელი სენატორები არიან. რეზოლუციის პროექტში ასახულია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაცია და ეთნიკური წმენდა. დოკუმენტში სენატორები მოუწოდებენ რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და ხელი შეუწყოს დევნილთა ღირსეულ დაბრუნებას. რეზოლუციის პროექტში აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული და ხელყოფილი, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ტერიტორიის სუვერენული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და რომ ეს ტერიტორიები ამჟამად იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის ფედერაციამ უნდა დაასრულოს ოკუპაცია საერთაშორისო ნორმების და სტანდარტებიდან გამომდინარე. ეს არის ის მთავარი გზავნილი, რასაც ეს რეზოლუცია აძლევს არა მარტო ოკუპანტებს, არამედ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელთა მხარდაჭერა ჩვენთვის აუცილებელია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის პროექტი, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერისა და ეს არის შეიძლება ასე დავარქვათ ოკუპაციის თაობაზე რეზოლუცია, რაც გაამყარებს საქართველოს პოზიციებს საქართველოს დეოკუპაციისთვის ბრძოლაში. ამ პროცესში ჩართულები არიან დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც, რაც მიუთითებს, რომ ორივე პარტია დაინტერესებულია ამ საკითხით. ჯერ უცნობია მივიღებთ თუ არა რეზოლუციას წელს, რადგან სულ რამდენიმე სესია დაგვჭირდა და ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი, მაგრამ თუ რეზოლუციას წელს ვერ მივიღებთ, მომავალ წელს აუცილებლად მივუბრუნდებით. ეს საქართველოსთვის კარგი ნიშანია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულადაა დაინტერესებული ამ ქვეყნით, კერძოდ კი რუსეთის ოკუპაციისა და მის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევის დაგმობით.